ორი რიჩარდი, თავისუფალი თეატრის სცენა, 4 საპრემიერო დღე და ავთანდილ ვარსიმაშვილის თამამი განცხადება. თავისუფალი თეატრის დასი დღეს საუკეთესო თეატრალური დასია საქართველოში. თავისუფალი თეატრი ხმაურიანი პრემიერისთვის ემზადება. მესამედ ქართულ სცენაზე შექსპირის უკვდავ პიესას ავთანდილ ვარსიმაშვილი გააცოცხლებს. რიჩარდ მესამეს მაყურებელი 23, 24, 25 და 26 იანვარს თავისუფალი თეატრის დასის სრული შემადგენლობის მონაწილეობით იხილავს. გამონაკლისი იქნება ეს სპექტაკლი ჩვენს თეატრში და ალბათ აქამდე დადგმულ რიჩარდებში. კარგი ცუდით არ ვიცი, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს რიჩარდი არც ერთ რიჩარდს არ გავს და განსხვავებული რიჩარდი იქნება. ის რომ ავთანდილ ვარსიმაშვილს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება უყვარს ფაქტია, მაგრამ ვერც იმას ვუარყოფთ, რომ ეს განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და თავისუფალი თეატრი უდავოდ ამართლებს თავის სახელს. ამჯერად რეჟისორმა ხელი შექსპირის ნაწარმოებს მოჰკიდა და სარისკო გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ორიგინალური სახე მისცა. რიჩარდ მესამის როლს ორი მსახიობი, გოგა ბარბაქაძე და აპოლონ კუბლაშვილი შეასრულებენ. დენად საუკეთესო და იმდენად კარგი დასია, რომ ჩვენ ყავს ორი რიჩარდის შემსრულებელიც, თუ საჭირო იქნება 4-ისაც და 5-ისაც და ჩვენ ძალმით ნებისმიერი რეპერტუარის აწევა და ნებისმიერი პიესის დადგმა. ისინი ძალიან განსხვავებულები იქნებიან, უბრალოდ კონცეფცია ექნებათ მათ საერთო, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე მიზანსცენები, მაგრამ ისინი თავიანთი ხასიათით იქნებიან სრულად განსხვავებულები. 23 და 25 იანვარს მაყურებელს რიჩარდ გლოსტერის როლში აპოლონ კუბლაშვილი მოევლინება. 24 და 26 რიცხვში კი სამეფო გვირგვინს გოგა ბარბაქაძე მოირგებს. მინახავს და ხანდახან უყურებ კიდევაც და მაინტერესებს კიდევაც. მაგრამ ის არ ნიშნავს იმას, რომ იმისგან ამის გადავიღებ ან არის დააკომპლექსდები. ეგ არ ვიცი როგორია გოგა ბარბაქაძე ნიშნად მე ხალხმა განსაჯოსდა. რიჩარდ მესამესი ძალიან მაგარია. საოცრად საინტერესო მსახიობისთვის და ფაქტობრივად ერთ ეტაპს გადიხარ უცა ამ როლს ასრულებ და გაზრდებს უფლებას მოეწევ ითამაშო და რეჟისორი. სპექტაკლში თეატრის მთელი დასი 25 მსახიობია დაკავებული. როგორც რეჟისორი ამბობს, მათ ის ფუფუნება აქვთ, რომ მთავარ როლებზე რამოდენიმე ადამიანი დააკავონ. ასე რომ რიჩარდის არ იყოს, ქალის თითქმის ყველა როლს ორ-ორი მსახიობი ასრულებს. სხვა შერს აი ამ ხრივ ამ დუბლის სისტემამ ძალიან გაამართლა ჩვენ შემთხვევაში, რომ ერთმანეთის ყურებაში უფრო ბევრ ამას პოულობთ და უფრო მეც ვაკეთებთ, ვიდრე როდესაც არ გვაქვს დაკვირვების საშუალება. ყველაზე საინტერესო კიდევ ჩემთვის იმით არის, რომ ორივე რიჩარდთან გვიწევს, ორივე ქალების შემადგენლობას თამაში და ეს კიდევ უფრო მეც სირთულეს, კიდევ უფრო მეტ ინტერესს და კიდევ უფრო ჩვენი მხრიდან რაღაც ახალ ნიუანსებს მოითხოვს. უკვდავი ტრაგედია ქართული თეატრის სცენაზე მესამედ გაცოცხლდება და მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ მესამეს ყოველთვის რობიკოს ტურუას გენიალური სპექტაკლით იხსენებენ, შექსპირის პიესის ახალ სასცენო ვერსიას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ გვიყვარს საზოგადოება ვართ რთული ძალიან ხდები, ყველაფრის მიმართ გვაქვს თავიდანვე სკეპტიკური დამოკიდებულება და გვინდა რომ ბევრი ვაკრიტიკოთ, რატომღაც ეგრე ვართ მართლა. მოდი და ნახე, შეიძლება გენიალური ვერ იყოს, არა იცი იქნება იყოს, ხო, მაგრამ შენ მოდი კეთილგანწყობი და თუ არ მოგეწონა თქვი და წაწახშე მართალი ვარ. საუკუნეების წინანდელი დრამა რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების შემდეგ თავისუფალი თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. რიჩარდ მესამეს მაყურებელი 23, 24, 25 და 26 იანვარს იხილავს და იმაში დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი შთაბეჭდილებები დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვებათ. თავისუფალი თეატრი ხომ ჩვენს გაოგნებას ყოველთვის თავისუფლად ახერხებს.